ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. ამჯერად სტუმრებს საჯარო სამსახურის ბიურო უმასპინძლა. ყირგიზეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ ანტიკორუფციულ ღონისძიებებს, ელექტრონული მართვის პროექტებს და დასაქმების პორტალს. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ბათუმშიც ჩავლენ. ინტერესებს როგორ მოახერხა საქართველომ ის, რომ არის უფრო მეტი გამჭირვალობა თანამდებობის პირების ქონობრივი მდგომარეობის დეკლარაციების სისტემის თვალსაზრისით, ასევე გამჭირვალობა საჯარო სამსახურში კონკურსების ჩატარების თვალსაზრისით. ყველა საკითხი არის დაფუძნებული ელექტრონულ მმართველობაზე და სწორედ ელექტრონული მმართველობის, ასე ვთქვათ, ჩვენეულ მოდელს ვაცნობთ დღეს ჩვენს ყირგიზ კოლეგებს. საქართველოს შესახებ ინფორმაციას აქამდე მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან ვიგებდით. ახლა კი საშუალება მოგვეცა უშუალოდ გავეცნოთ ქართულ რეფორმებს. შთამბეჭდავია ამდენი ცვლილება ასე მოკლე პერიოდში. რამდენიმე მსგავსი რეფორმის დანერგვას ყირგიზეთშიც ვისურვებდი. საჯარო სექტორში განსაკუთრებით გამოყოფდი მოქალაქეთა მომსახურების სფეროს, სადაც ნებისმიერი დოკუმენტის გაცემა თუ გადასახადის გადახდა უმოკლეს უადაში მარტივი პროცედურებითაა შესაძლებელი.